სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისა. ძმანო და დანო, დღეს არის იოანე ღვთისმეტყველის ყოვლად ქებული მოციქულის მახარობელის სიყვარულის მოციქულად წოდებულის და მოწაფის უფლის ყველაზე დიდი სიყვარულით ყველაზე დიდი სიყვარული ჰქონდა ესე წერია სახარებაში მაცხოვარს ამ მოწაფისადმი ამ მოციქულისადმი იოანე ღვთისმეტყველის ხსენება დღეს. ამდენი ტიტული, ამდენი წოდება ძმანო და დანო არც ერთ წმინდას არ ჰქონია, რამდენიც იოანე ღვთისმეტყველს. იოანე ღვთისმეტყველი ავტორია, ეს არის ღვთის ჩაგონებით, მაგრამ მან დაწერა ესე იგი მეოთხე სახარება, მან ასევე ახალახთმის ეპისტოლეა ერთ-ერთი ახალახთმის წმინდა წერილში შედის მისი ეპისტოლე, იოანე ღვთისმეტყველის ეპისტოლე და ასევე ბოლო წიგნი ახალი აღთქმისა, ესე იგი ბოლო წიგნი ახალი აღთქმისა არის გამოცხადება აპოკალიფსი ჩაწერილი იოანე ღვთისმეტყველის მიერ. მე დღეს მინდა მოკლედ გესაუბროთ ზუსტად აპოკალიფსზე, გამოცხადებაზე. ეს არის წიგნი გამოცხადება, წინასწარმეტყველება თუ რა უნდა მოხდარიყო ქვეყნად და განსაკუთრებით რა იქნება ბოლო ჟამს ქვეყნის ასასრულის წინ, მეორე მოსვლის წინ. აპოკალიფსი ეს არის ტრაგედია კაცობრიობის, ესე იგი აღწერილი კაცობრიობის ტრაგედია. მაგრამ ეს წიგნი არ არის მარტო კაცობრიობის ტრაგედიის აღწერა. ეს წიგნი არის ასევე მოხსენიება იმ ნაციის კაცობრიობის, ვინც ხონდება, ვინც იცხოვრებს ქრისტიანულად, ვინც იცხოვრებს ცნებებით, ვინც იცხოვრებს კეთილად, აი მათი ნეტარების შესახებ. ესე იგი ეს არ არის მარტო ტრაგედიის წიგნი, რომელიც ტრაგედიას ასახავს. პირიქით, ეს არის წიგნი, სადაც ასახულია, გადმოცემულია მარადიული ნეტარი ცხოვრების შესახებ. ასე რომ ხშირად, ალბათ უფრო ურწმუნოებში, უფრო არაეკლესიურებში, როდესაც ჩვენ გავიგებთ, ასეთ საუბარი ხშირია, როდესაც ჩვენ მოვისმენთ ასეთ აზრებს, რომ რა საშინელება ეს აპოკალიფსი, რამხელა ტრაგედია, რატომ უნდა დასრულდეს ესე კაცობრიობის ისტორია, ეს არასწორი აზრია, რა თქმა უნდა, და გამომდინარე ეს აზრი იბადება ურწმუნოებაში, ეს აზრი იბადება ნაკლებ წმენაში, ეს აზრი იბადება, ეს ცრუ აზრი იბადება, ესე იგი განუსჯელობაში, რომ არ გაჟჯიან, რომ სინამდვილეში რა წიგნია ეს დიდებული წიგნი. ძმანო და დანო, ჩვენ გვერდზე რო გადავწიოთ, ერთი წუთით გვერდზე გადავწიოთ, ესე იგი აპოკალიფსი, კაი ბატონო, თქვათ ეს გამოცხადება არ ყოფილა, თქვათ ესე არ დასრულდება, კაცობრიობის ისტორია გაგრძელდება და ასე შემდეგ, მაგრამ რაოდენ ხიბში ადამიანი, რაოდენ ხიბში, აი თუ გინდა ამ აზრის მქონე ადამიანი, რომ რატო ეს, რა საშინელება ეს აპოკალიფსი, როგორ უნდა დასრულდეს ესე ტრაგიკულად კაცობრიობის ისტორია, როგორ ხიბში ადამიანი, რომელიც ესე საუბრობს ძმანო და დანო, კარგი გავწიოთ ეს აპოკალიფსი. ჩვენ ხო ყოველ წამს სიკვდილი გველოდება, არავინ არ იცით რა დროს გავართ. ცოტა ხანი იქნება ეს თუ დიდი ხანი, ხო გავართ, ხო მოვკვდებით, ხო ეს ვიცით, უთყواره. ეს სიკვდილი ხო ჩვენი აპოკალიფსი იქნება. ეს სიკვდილი ხო დასასრული იქნება ამ ცხოვრების.
ასე რომ შენ ადამიანო, რომელიც მისტერი ხარ აპოკალიფსში რატო უნდა მოხდეს ესე, შენ დაგავიწყდა უფლოს შენ, რომ სიკვდილი გელის, რომ შენ გახვალ ამ ქვეყნიდან. აი ეს დაავიწყდა ადამიანს. და აპოკალიფსი თავდება შემდეგი სიტყვებით, აი ესე ბოლო თავები დაახლოებით ესეთი. მე წყურიელსა მივცე წყაროსა მისგან წყლისა ცხოველისა, უსასყიდლო, რომელმა ზლოს მივცე მას ესე ყოველი და ვიყო მის ღმერთს და იგი იყოს ჩემდაძე. ხოლო ურწმუნოთა და ცოლღვინთა, საძაგერთა, კაცის მკვლელთა, მეძავთა, ჯადოქართა, კერძსახურთა, ყოველთა მატყუარათა ნაწილი მათი იყოს ტბა ცეცხლისა მოთხინარის, რომელას სიკვდილი იგი მეორი. და მოვიდა ერთი შვიდთა მათ ანგელოსთაგან და თქვა, მოვედა გიჩვენო წარმიყვანა სული და მიჩვენა ქალაქი წმინდა იერუსალიმი, გარდამომავალი ზეცი ღვთისა. და მე არის აღწერა ამ არაჩვეულებრივი, ესე იგი ზეციური იერუსალიმის, ესე იგი ღვთისასუფევის აღწერა, ამ დიდებული ქალაქის აღწერა, სიმბოლურად ქალაქი ეს ზეციური იერუსალიმი, ღვთისასუფევი და ქალაქსა არა უხს მზე და მთვარე, რამე თუ დიდება მან ღვთისა მან განანათლა იგი და არა არის ღამე მუნ და არა შევიდეს მუნ ყოველი შეგინებული და მოქმედი ბოროტ. და ბოლოს აპოკალიფსი თითქმის ესეთ სიტყვები თავდება. მე ვარ ანი, ქრისტეს გამოცხადება. მე ვარ ანი და ხოი, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული. ჰე მოვალადრე, ჰე მოხვიდოდე უფალო იესო, მადლი უფლისა ქრისტესი ყოველთა წმინდათა თანა. ამინ. ზმანო და დადო. ესე იგი აპოკალიფსი სინამდვილეში ტრაგედია კი არ არის. აპოკალიფსი არის გამაფრთხილებელი წიგნი, გამოსაცოცხლებელი წიგნი, ვისაც სულიერად ძინავს და წიგნი, რომელსაც რო წაიკითხავ, ღვთის შიში უნდა დაგეუფლოს გონიერს და ჭკვიას. ასე რომ ეს შეიძლება თქვა, აი ამ ქვეყნის სულიერი შუქურა, აი ამ ქვეყნის წიგნი არის უმნიშვნელოვანესი წიგნი, რომელიც ჩვენ გვინათებს ამ ბნელებს და მიგვითითებს ჭეშმარიტ გზას ღვთისაკენ. აპოკალიფსი წიგნია, რომელიც ძირითადად ეხება ბოლოდროინდელ ამბებს, მაგრამ ასევე არა მარტო ბოლოდროინდელ ამბებს, რაც მოხდა ზმანო და დაღო, ესე იგი პირველ საუკუნეში მოხდა ეს მეორეს დასაწყისში. და ესე იგი რა უნდა მომხდარიყო და მართლა ჩვენ ხედავთ აპოკალიფსიდან, როგორ ყველაფერი ხდება ისე, როგორც ეს ჩაწერილი. ესე იგი ეს არის უთხარი წიგნი. და მე აი უბრალო მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. ოღონდ რა თქმა უნდა ამ წიგნის თვითნებური განმარტება არ შეიძლება. ერთი უბრალო მაგალითი, რომელთაც მიხვდებით, რომ ეს როგორი უთხარი და ჭეშმარიტი წიგნი ეს ვიცით ჩვენ რა ესია, მაგრამ აი ესეთი უბრალო მაგალითი. ერთ სოფელში ერთმა კაცმა მითხრა 85 წელსომე თუ 84-ს აღარ მახსოვს 1900-ს გარბაჩოვი რომ მოვიდა, რომელიც წელიც იყო, ერთი მღვდელი მოვიდა სოფელშიო და რამოდენიმე ადამიანი მეგობრები, ძველი ნაცნობები შევკრიბაო და წაგვიკითხა და გვითხრაო, რომ გარბაჩოვი არის საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მეფე. ეს საბჭოთა კავშირი ახლა დაიშლებაო და ჩვენ ვიფიქრეთ, ეს გაგიჟებულია ვიღაცა. მაშინ ვინ იფიქრებდა ეს, ხო? და გარბაჩოვი ბოლო მეფეაო და გადაგვიშალა წიგნი აპოკალიფსიო და წაგვიკითხა იქიდან მე-13 თავი. აპოკალიფსის მე-13 თავის ბოლოდროინდელ ამბებს ეხება, მაგრამ აი ამ პერიოდსაც ეხება ესე აპოკალიფსი. ესე იგი მარტო ბოლოდროინდელი ამბებს არ ეხება. და წაგვიკითხა და მართლაც იქ რომ წაიკითხო თქვენ, კარგად არის ნაჩვენები საბჭოთა კავშირის მეფე. გამიგეთ იქა და აი ამ გამოთვლით იქ რამდენიც არის ნაჩვენები ამ წითელი ხეცის, წითელი ვეშაპის, წითელი ესე იგი სამყაროს, ანუ საბჭოთა კავშირის მეფეებს რო ჩამოთვლი,
იქ ზუსტად ესე კი არ წერია მეფეები, იქ სხვა რამ წერია, მაგრამ იგულისხმება მთავრები, მეფეები და იქ მართლაც რო ჩამოთვლი ასე ლენინიდან დაწყებული, გარბაჩოვი არის ბოლო. იქ პირდაპირ წერია, რომ ესე იგი ის არის ბოლო მეფე, აი აქედან თქვა იმ მღვდელი. მერეო ჩვენ ვიფიქრეთ ჯერ გაგიჟდა. მე მართლა რომ დაიწყო ეს ამბები და საბჭოთა კავშირი დაიშალო, გაგვახსენდა ეს მღვდელი. მაგრამ იმ მღვდელმა აიღო აპოკალიფსი. იქიდან თავისი კი არ ვიტყვი. თვითონ კი არ იყო წინასწარმეტყვი. აიღო ღვთის წიგნი გამოცხადების, სადაც მიუთითა. მერეო ამ მღვდელმა გვითხოვა და მერეო ეს რომ დაიშლებაო, ერთი ამბავი აწყდებაო და მე რაღაც საქართველოსზე ლაპარაკობდა, აქ ესე იქნება და ვიფიქრეთ რა ადგიჟიო. და მერეო ეს რომ დამთავრდაო და მართლა დაიშალო, გამახსენდა ის მღვდელიო. ისე შემეშინდა, რომ ისეთი ამბები გითხრა მერეო, ესე იქნება. ვიფიქრე ალბათ ისეც აღსრულდება. მერე გითხოვ, ისეთი ამბები იქნება, სახლიდან წვირს ვერ გამოყოფთ. და მართლაც ის წლები ხო გახსოვთ, მიჯექით სახლში წვირს ვერ ყოფთ. და სულ იმას ვფიქრობდი, ეს რა გენიოსი მღვდელი ყოფილა. იცახეთ. სიამბლეში მღვდელი კი არა, გენიოსი ეს აპოკალიფსი ძმანოდა და და იქ რა წერი ესე იქნება ბოლომდე, ესე იქნება ყველაფერი, ესე მოხდება ყველაფერი. და მე მინდა წავიკითხო მოკლე სიტყვა ერთი წმინდა მამის, ყველა ქმნილება თავის აღსასრულისკენ მიეშურება. ყოველი დღითა და ღამით ყველა ადამიანი მასთან ერთად ყველა ქმნილება უკანასკნელ დღისკენ მიეშურება. ყველა ვინც ცხოვრობდა და ცხოვრობს დროის გალიაში, კაცობრიობის ისტორიის უკანასკნელ დღემდე უნდა მივიდეს. მის ნაპირზე უნდა გადაჯდეს. ამ დღეს დრო თავის არსებობას დაასრულებს. ამიტომ აპოკალიფსში მას ბოლო დღე ქვია, დიდი დღე. მას ასევე სასჯელის დღე ქვია. ამ დღეს უფალი თავის უკანასკნელ საბოლოო ჟავს გამოუტანს სოფელს და ადამიანთა სრული ისტორიის ყველა ადამიანის ერთად და ცალ-ცალკე თითოეულის შესახებ. მაშინ იგი საბოლოოდ განყოფს კეთილსა და ბოროტს. მაშინ ყოველი კეთილი და ყველა კეთილი ადამიანი სამუდამო ნეტარებას საუკუნო 60-ს დაიმკვიდრებს. ყოველი ბოროტი და ყველა ბოროტი ადამიანი კი სამუდამო ტანჯვას საუკუნო ჩოჩოხეთს. როდესაც ძმანო და დანო ადამი და ევა დაეცა, კაცის ბუნება ღმერთს არ შეუქმნია კაცი მოყდავად, ხრწნადად. ღმერთმა შექმნა უხრწნელად ადამიანი და მის აბსოლუტურად ყველაფერი ყოფილიყო ბედნიერი. და თუ ადამი და ევა იცხოვრებდნენ ესე, მაშინ ისინი იქნებოდნენ უხრწნელი, არ მოკვდებოდნენ და მარადი უცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელებდნენ. კი უფრო და უფრო ბედნიერნი უფრო და უფრო მოემატებოდა მათ ნეტარი ცხოვრება და ესე გაგრძელდებოდა. ასე რომ ღმერთმა ყველაფერი შექმნა ისე როგორც საჭირო იყო. აი ადამიანი თავისი ნებით დაეცა და თავისი ნებით ამიტომ სიკვდილში ბრალი აქვს ადამიანს ძმანო და არა ღმერთს. ეხლა თუ ვიტყვით რომ კი მაგრამ ისე შეექმნა რომ არ დაცემულიყო, მაშინ თავისუფალი ნება არ ექნებოდა, ადამიანი აღარ იქნებოდა. ესეთი არსებები ღორი, ცხოველი, სხვარი და რასაც ხედავთ, ესეთები არ. ესეთი არ გვინდოდა ყოფილიყავით, არა? ამიტომ თავისუფალი ნების ადამიანი, ესე იგი ვინც ღმერთთან მივიდოდა, აუცილებლად თავისუფალი ნება უნდა ქონოდა. და ეს თავისუფალი ნება უნდა გამოცდილიყო რამით და აი ერთი მცნებით, რო არ შეეჭამა ერთი ხის ნაყოფი, აი ამით იცდება. თუ ვინმე იტყვის ადამი და ევა დაეცა მერაშვაშვერ ისინი დაეცენ მე, რატო ადამი და ევა სოდვა გრძელდება ყოველდღიურად ჩვენში ძმანო და დანო. ყოველდღიურად. და იქ იცით რა მოხდა, რომ დაეცა, რომ შეენანა ღმერთი აპატიებდა. ასე რომ დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ატყვილა დავაბრალებ ჩვენს პირველ ბებიას და ბაბუას. ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავენი ძმანო და დანო. ეს ძალიან ადვილად ჩავს, ვინც დააკვირდება თავის ცხოვრება. როგორ გვინდა რომ რაღაცა საშინელება ჩავიდენთ კიდევაც გონებით, საქმით და ამ დროს მალავთ კიდევაც როგორც ადამმა დამალა. სადახარ ადამ და ემალებოდა ღმერთს. აი ესე ვემალებით, როცა გვინდა რომ რამე ჩავიდინოთ, იმასაც კი ვაკეთებთ, რომ აი თითქოს აღარც ვიხსენებთ, აღარც არის არც სინდისაც
ჩავახშობთ როგორც ადამმა და ევამ გააკეთეთ. ეს სულ მეორდება, იმიტომ ჩვენ იმათი შთამომავალი ვართ და ასე რომ თუ კარგად დააკვირდებით ზმანო და დანო, როგორ შეიძლება რომ შენ ადამიანი ღმერთს დააბრალო რაიმე ზმანო და დანო. ერთი ისეთი თვალსაჩინოებისთვის მინდა მაგალითი მოვიყვანო 90 წლის ქალი ვაზიარი ამას წინათ. მე უყვები ამას როგორც არა როგორც კრიტიკა ამ ქალის სადმე პირიქით თვალსაჩინოების კაი რამე თქვა აი რა მინდა თქვა არაჩვეულებრივი ქალი იყო 90 წლის თითქმის და მეუნება ეგეთ რამეს ვეღარ დადიოდა ფეხები ედგინა რაღაცა 90 წელი დადიოდა კარგად ონებაზე არაჩვეულებრივად გურული ქალი და მეუნება რომ მე ყოველთვის დიდარ ოჯახში ცხოვრობდი მთელი 90 წელიო გავატარიო ისე რომ ფუფუნებაში ვიყავ არაფერი არ მაკვდა და სულ ბედნიერი ვიყავიო და ვიყავი ძალიან კეთილი ქალიო მეუნება და აი ეს არ უნდა მოსვოდა ესო რატო მე აუხსენი მაგა საინტერესო რა არის ხო რომ საინტერესო რა არის რომ მთელი 90 წელი რა არის ადამიანი ესეთ ბედნიერებაში იყავი ხო ის მაინც თქვი რომ აი რა ბედნიერება მადლობა მეც რამდენი რამე მომწო მთელი 90 წელი და ეხლა არა ესია აი ესეთი ადამიანი მე იმან გაიაზრა და ყველაფერი კარგად გაიაზრა და აღიარა მაგრამ მე რა მინდა თქვა ესეთები ვარ ჩვენის ეს ამბავი მარტო იმ ქალმა კი არა ჩვენც ესეთებს ვამოყავს გავს რაღაც ამ დაგვარს და მანო და დანო რადგან უკვე ბუნება ჩვენი დაცემულია და მიდრეკილია საშინელი ცოდვებისადმი ამიტომ ეს სხეული უნდა მოკვდეს ესე განაჩინა უფალ ესეც კი სასწაულია ღვთის განგებით სასწაული რამეა და დიდი სიკეთეა იმიტომ რომ თუ და ჩვენ ხედავთ რომ ბევრი არ ცხოვრობს ქრისტიანობა აქ დედამიწაზე რომ მარადიულად იყოს ცხოვრება ხო ხედავთ აი აპოკალიფსის ზუსტად ეს არის ნელ-ნელა ადამიანები დაკარგავდნენ წმენას და ის უსჯულოება რომელიც ყოველთვის არსებობდა დღეს ჩვენ ხედავთ რა ხდება მსოფლიოში მიიღო დიდი გამოცდილება უსჯულოებამ და რაღაც საშინელებები ეს კიდევ უფრო ასე გაგრძელდება ზმანო და დანო და ცხოვრება იქნება აუტანო მარადიულად თუ აქ იყოს ცხოვრება ეს იქნება საშინელება ზმანო და ამიტომ ადამიანი ხდება ხორცით მაგრამ აგრძელებს სული სიცოცხლეს და ქვეყნის აღსასრულის დროს ზუსტად მოხდება საყოველთაო აღდგომა რაც აპოკალიფსში წერია ზმანო და დანო საყოველთაო აღდგომით ზუსტად დაიწყება ახალი ცხოვრება, მარადიული ცხოვრება, რომელიც განგვიცხადა ჩვენ აპოკალიფსში, გამოცხადა. და ეს იქნება დაუსრულებელი, მარადიული, ბედნიერი ცხოვრება. და ეს სამყარო ზოგი ვამბობს, რომ ეს მატერიალური სამყარო ღმერთს რო შეექმნაო, რა საჭირო იყო ის ამდენი გალაქტიკები, ეს გალაქტიკები ამდენი მილიარდობით ტრილიონ რა საჭირო ამას ხო ვერ ვხედავ ჩვენ ჯერტი ეს ღმერთმა გააკეთა ხედავთ რა სილამაზეა მეორეც კომუნისტების დროს გალაქტიკები კი არა დასცინოდნენ ბიბლიას უგუნური ათეისტები და ამბობდნენ რომ ნახეო რა წერია ბიბლიაშიო ვითარცა ცაში ვარსკვლავები და ზღვაში ქვიშა ესე გამრავდეს აბრაამიო ამათო გონიათო რამდენი ზღვაში ქვიშა იმდენი ვარსკვლავია მაშინ უყურებდნენ ტელესკოპი რო არ იყო ამ პირველი ტელესკოპი გამოიგონეს უყურებდნენ მხოლოდ და ითვლიდნენ 500 ვარსკვლავს გამიგე აი რო განცხადდა მე მეცნიერებით რომ ტექნიკა განვითარდა და გაიგეს რომ თურმე რა ყოფილა და რამდენი მე მიხვდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას რომ როგორც ზღვაში ქვიშა აი ასეთი სიმრავლის ყოფილა ცაში ვარსკვლავები მათ მეცნიერები ეს მიაკვლიეს და ტექნიკით გამოიკვლიეს რომ ბიბლიაში ეს უკვე ეწერა და კიდევ იმიტომ დაუშვეს უფალმა რომ მიხვდნენ რა სიდიადის არის უფალ ტრილიონებით გალაქტიკებით გესმით თქვენ ეს რა არის ზმანო და დანო და მაგრამ მეორე დროსის შემდეგ ეს სამყარო რასაც ჩვენ ვხედავთ მატერიალური სამყარო გარდაიქმნება ასე გვეუბნება
აპოკალიფსი. წარიგრაგნება, ესე იგი ეს როგორც მასალა გამოიყენება სუფალი. ამიტომ ასაჭა, როგორც ეთქობა. აი ამდენი სამყაროების არსებობა და გარდაქმნის სუფალი და რასაც ხედავთო, ამაზე უფრო კარგს და უფრო მშვენიერი იქნება წყალი და და. შეუდარებლად მშვენიერი, ეს ხო ულამაზესია, რასაც უყურებ და ამაზე მშვენიერი წარმოიდგინე. და მე უკვე ძმანო და დანო, როცა მოხდება აღდგომა, ესე იგი, ეს მოხდება მე, როცა მოხდება აღდგომა, ესე იგი, კუდრეთით, ბოროტი კეთილი ყველა აღსდგება, ესეც ბევრს უკვირს როგორ მოხდება, მაგრამ ეს არ არის საკვირველი იმდენად, რამდენადაც ღვთისაიდუმლოა და ერთი ამას როდესაც იშლება სხეული გვამი მიწაში იარკრება ელემენტებად იშლება და ამ ელემენტების აღდგენას რა უნდა უფალი უფლის ყოლად შემძლეობით ეს აღდგება არაფერი არ იქნება ვიზუალურად ამას ანახებენ კიდევაც აი ძვლები ყრია და მე უცებ ანახებენ ვიზუალურად ტელევიზორში აკეთებენ როგორ უცებ იკრიბება სხეული და დგება ამას რა უნდა ეს ადამიანი აკეთებს კომპიუტერში ღმერთი ამას გააკეთებს სულ უბრალოდ წამში ყის ძმანო და და პავლე მოციქული ამის შესახებ ამბობს რომ სანამ კურკა თესლი მცენარის არ დალპება არ მოკვდება და გაიხსნება მიწაში ისი არ ამოდის და ასე შემდეგ ასე რომ ეს იქნება ოღონდ სხეული სწავლებით მართლმადიდებლური სწავლებით იქნება აი ასეთი ჩვენ ერთმანეთს ვიცნობ აღდგომის შემდეგ აღდგომისას 33 წლის ასაკში ანუ ეს სრულყოფის ასაკია ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ ვინ აი ვინც ვიცნობთ ერთმანეთს მაგრამ სხეული ესე იგი ეს იქნება რადგან ვიცნობთ მაგრამ სხეული ესეთი უხეში აღარ იქნება იქნება უფრო ნაზი იქნება ჰაეროვანი და იქნება მოძრავი ანუ აი ამ galaktikებში ამ სამყაროში რომელსაც მერტი ულამაზესად გარდაქმნის და მოაწყობს აი აქ იქნება მოძრაობა თავისუფლად ესე იგი არა ესეთი უხეში სხეული ფიზიკურად კი არ ვიღი გადაადგილება იქნება თავისუფლად ასე ვთქვათ ჩხალებში ფრენა იქნება ესე იგი ასე რომ ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ მაგრამ მე მინდოდა მეთქვა ის რომ თუ გაიგონებთ რა არის ეს რომ ტრაგედია როგორ სრულდება ეს ქვეყანა რა არის ეს საშინელება რატო არის ასე როდესაც ეს ადამიანი ამბობს ის ან ურწმუნოა მაგრამ ურწმუნო როა კი არ ეპატიება ის ურწმუნო იმიტომ არის რომ არ გაიჩის გამიგე ან ნაკლებ მორწმუნეა და არ ესმის და არ არის ეკლესიური თორე ვისაც ესმის რა ხდება ან ვინც განსჯის და მიხვდება რა ხდება მაშინ ის უკვე აპოკალიფს მიიღებს როგორც არა ტრაგედიის წიგს არამედ იმ წიგს რომელმაც შეიძლება გამოაფრთხილოს ადამიანი ფეხზე დააყენოს და ყველაფერს გადაურჩეს და ცხონდეს და მარადიულ ნეტარებაში მიიღოს მონაწილეობა მე მინდა დავთავო ერთი რამით შეიძლება ზედმეტია მაგრამ მინდა მაინც აღვნიშნო და ერთხელ ერთი რაღაც საქმის გამო ვიყავ იმ ადგილზე სადაც ცხოვრობდა პოეტი მორის ფოცხიშვილი და იმ სახლზე ზუსტად არ მახსოვს მე მგონი ესეთი აბრაა რომ აქ ცხოვრობდა პოეტი მორის ფოცხიშვილი და გამოტანილი იყო მისი პოეზიის ერთი ლექსი და ნაწყვეტი როგორც მთელი პოეზიის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ხო ეს გამოიტან როცა ესე საქმოდ გამოიტან იქნება და ეწერა ავფრინდები და ფრიფრი ესეთი აქვს ერთი ლექსი თქვენ მორის ფოცხიშვილს ეხლა მე მომეწონა ეს ფრაზა გურულ კაცს აფრენა უყარს და ეს ფრაზები კაი გაგებით ძალიან მომეწონა ეს სიტყვები ავფრინდები და ფრიფრი მაგრამ მე რო გადიოდა დრო ფიქრობდი აცო ხა მორის ფოცხიშვილის პოეზიაში არის არაჩვეულებრივი ლექსები და ფიქრობდი რომ რა არის ეს რატო გამოიტანეს მაინდამაინც ეს ავფრინდები და ფრიფრი რა ფიქრობ და მე დროთა განმავლობაში ვიფიქრე ესეთი რა შეიძლება უნებლიეთაც გამოიტანეს ვერც იფიქრეს ესე ალბათ მადლობა ყვეს მორის ფოცხიშვილის თქვენ
ბოლოს აღესრულა ქრისტიანულად, დასაფლავებულია სამთავროს მონასტერში, არაჩვეულებრივად დასრულდა მისი ცხოვრება ესე ქრისტიანულად, მადლობა ღმერთს და მაგრამ როცა წერდა ამ სტიქონებს, ის არ იყო ალბათ შინაგანად ეთყობოდა რომ მორწმუნე იყო, მაგრამ ეკლესიური არ იყო და ესე იგი თვითონ ხარ ეკლესიური თუ არა ადამიანი ხო ქრისტიანია ღვთის ქმნილება ადამიანს მისწრაფება ღვთისკენ და აი ამ სიტყვებით გამოხატა ამ კაცმა ყველა ადამიანს აქვს ეს ძმანოდადანო რა თქვი ჩვენ ახლა აი მან ესე გამოხატა ესე იგი ალბათ რომ ენატრებოდა ფრენა ენატრებოდა ბედნიერება ენატრებოდა რა პერიოდი იყო თქვენ გახსოვთ ხო რა ყოველთვის ესეთი ძიმე პერიოდი იყო თქვენ კომუნისტების დროს გახსოვთ რა იყო და ალბათ იმდენი პრობლემა ქონდა ამ კაცს იფიქრა რომ ავფრინდებიო ალბათ რომ წავალ ამ ქვეყნიდან გავფრინდები და ფრიო სიხარული თქვა რაღაცნაირად გამოხატა აი იმ 60-ის საკენ მისწრაფება ამ სიტყვებით ძმანოდა და დაგლოცოთ გაკურთხოთ უფალმა და აპოკალიფსი გამაფრთხილებელი წიგნია რომ ჩვენი ცხოვრების სულიერი ცხოვრება ბეწვის ხიდზე არ შევაგოთ და აი განსაკუთრებით ვინც ცოლს ღალატობს გახშირდა საქართველოში ეს შემთხვევა აი აპოკალიფს გადახედოს რა ელის ესეთ ადამიანებს ძმანოდადა დროზე შეინანოს ვინც ნარკომანია დროზე შეინანოს გამოფხიზდეს წაიკითხოს ნახე რა დიდებული წიგნია აი ესეთი ადამიანებისთვის ვინც ლოთია წაიკითხოს რა მოხდება რა ელის და ვინც ესეთ ძიმე ცოდვებშია და საერთოდ ვინც ყველა რომ ძიმე ცოდვებში ვარ თუ არა ვარ პატარა ცოდვებში ხო ვარ ხო პოტენციურად შეიძლება რომ ჩავარდეთ ცოდვებში და ყველა წავიკითხოთ ყველა გადავხედოთ ყველა გავიაზროთ რომ სულიერად გამოვხიზდეთ ძმანო და დაგლოცოთ და